კერძო უნივერსიტეტებს ეხება ცალსახად ზოგადად ეხება საქართველოს. მთელს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას. რეფორმის შეფასებას დავიწყებდი ესეთნაირად, რომ ვინ არის ზოგადად მონაწილე ბენეფიციარები თეორიულად ვინ უნდა იყოს რეფორმის, ხო? პირველ რიგში ეს არის სტუდენტი, მე მხოლოდ უმაღლეს განათლებით შემოვიფარგლები, სკოლაში არ ჩავალ. ეს უნდა იყოს სტუდენტი, ეს არის უნივერსიტეტი, საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემა და ეს არის ქვეყანა, ხო? სამ იმაზე კონცენტრირდეთ და ნახოთ თითოეული რას მიიღებს ამ რეფორმის შედეგად და იმის მიხედვით შევაფასოთ რეფორმის ავკარგიანობა. მე პირადად დადებითი ვერაფერი ვერ ვნახე და არ შემიძლია ამ წუთას თქვენ წინაშე რაიმე დადებითი თქვა, რაც მოუტანს გნებავ სტუდენტს, უნივერსიტეტებს თუ ქვეყანას. თუმცა შემიძლია ჩამოვთვალო მრავალი უარყოფითი რამ, რასაც ეს რეფორმა გვიქადის. პირველი დავიწყოთ სტუდენტით. პირველ რიგში მინიმუმ სტუდენტს შეეზღუდება არჩევანი, ხო? იმიტომ რომ თუ აქამდე დღემდე სტუდენტს აქვს საშუალება, რომ პროფესიას, რასაც ის აირჩევს, დაეუფლოს რამდენიმე უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ბევრგან არის ესა თუ ის პროფესია წარმოდგენილი, ამ რეფორმის დასრულების შემდეგ გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე მხოლოდ ერთ ადგილას შეიძლება სტუდენტს დაეუფლოს პროფესიას. ეს თავისთავად გარდა იმისა, რომ სტუდენტს უზღუდავს, რა თქმა უნდა, ეს მთლიანად დაანგრევს უნივერსიტეტებს, რომლებიც ახლა არის საქართველოში. უნივერსიტეტებისთვის იქნება ცალსახად დამანგრეველი, იმიტომ რომ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ მხოლოდ რაღაცა ერთი მიმართულება ან რამ კონკრეტული მიმართულებები დარჩეს უნივერსიტეტებს. პრაქტიკულად როგორ შეიძლება ეს შესრულდეს? აი მაგალითად ინფორმაციული ტექნოლოგიები რომელ უნივერსიტეტში უნდა იყოს? როცა მრავალ უნივერსიტეტში არის ძალიან კარგად წარმოდგენილი. თუ არ ვცდები, ილიას უნივერსიტეტში აბეტის აკრედიტაციაც აქვს გავლილი, ეს არის უმაღლესი დონის ამერიკული აკრედიტაცია. ოდითგანვე იყო TSU-ში, იყო ტექნიკურ უნივერსიტეტშიც, რომელი უნდა შეიჩეს ახლა აქედან. ავიღოთ სხვა მიმართულებები, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ დღეს ხედვა იმის, რომ ადამიანი რაღაცა პროფესიას ირჩევს, არის ალბათ მინიმუმ ნახევარი საუკუნით ძველი. იმიტომ რომ მაგალითად სილიკონის ველზე სტარტაპები 70% არის ბიოტექნოლოგიური სტარტაპები. აი მაგალითად ადამიანს, რომელსაც უნდა რომ მომავალში ბიოტექნოლოგიური სტარტაპის შემოქმედი იყოს, იმ ადამიანმა რა პროფესია უნდა აირჩიოს? დღეს შეგიძლიათ ვინმე რა პროფესია უნდა აირჩიოს? მე გეტყვით რომ ალბათ აი ამ არსებულ სისტემაში ადამიანს ჰქონდა საშუალება რომ თქვათ მეიჯორი აიღო ბიზნეს ადმინისტრირება ესწავლა, მე რამოდენიმე მაინორი დაემატებია 60 კრედიტიანი და ბიოლოგია ესწავლა, ინფორმატიკა ესწავლა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და რაღაცნაირად თავისი წარმოდგენით არჩევითი საგნების და არჩევითი მოდულების მეიჯორის და მაინორის გამოყენებით რაღაცნაირად შეეკოწიწებია ის ცოდნა, რაც მას მიაჩნდა, რომ სამომავლოდ ყველაზე უფრო გამოადგებოდა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება უნივერსიტეტში არ არსებობს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არც ერთ უნივერსიტეტში არ არის ერთდროულად ბიზნესის ადმინისტრირება, თქვათ ბიოლოგია და ინფორმაციული ტექნოლოგია, იმიტომ რომ ერთი ნაწილი წაიღეს სადღაც, მეორე ნაწილი წამიღეს სადღაც, ეს გამოდის სტუდენტს მოუწევს სხვა უნივერსიტეტში დაეუფლოს თავის პროფესიას თუ რა გააკეთოს. რაც აუცილებელია და მნიშვნელოვანი არის და გადამწყვეტი არის უნივერსიტეტისთვის, რომ ის იყოს უნივერსიტეტი და არა უბრალოდ კოლეჯი ან პროფსასწავლებელი, რომ აუცილებელია იყოს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა უნივერსიტეტში. ზოგადად სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა ასევე ინტერდისციპლინური გახდა. და ასევე ძალიან ძნელი არის, როგორც საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდება, ისევე კვლევითი საქმიანობაც, როცა არ აქვს არანაირი კავშირი სხვა მომიჯნავე ჯგუფებთან, რომლებიც ასევე მუშაობენ თავისი მიმართულებით. ისევე როგორც თქვა ისეთი პროგრამებიც რო ავიღოთ, თქვა როგორიც არის მიმართულებები რო ავიღოთ, როგორც თქვა სოციალური მეცნიერებებია, ხო? შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩათვალო, რომ სოციალური მეცნიერების რომელიღაცა მიმართულება, თქვა ეკონომიკა წაიღონ, რომელიღაც სხვა უნივერსიტეტში, თქვა ფსიქოლოგია წაიღონ სხვაგან, თქვა პოლიტიკური მეცნიერები წაიღონ სხვაგან. ამ დროს ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებებს ეუფლება, იმას ხო ეკონომიკის ცოდნა სჭირდება, ის ხო ეკონომიკის ლექციებსაც უნდა იღებდეს, იგივე ფსიქოლოგიისაც, სოციოლოგიისაც და მაშინ იმ უნივერსიტეტს, სადაც ისწავლება პოლიტიკური მეცნიერებები და ამ დროს არ არის ეკონომიკის ფაკულტეტი, არ არის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, არ არის სოციოლოგიის ფაკულტეტი, მაშინ მოუწევს სხვა უნივერსიტეტებიდან მოიყვანოს ლექტორები, ანუ გამოდის რომ მას ერთი პროგრამის უზრუნველყოფაც კი არ შეიძლება საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რასაც ნაკლებად არის მგონი ამაზე საუბარი,
ის რომ ნებისმიერი დარგი, ნებისმიერი მიმართულება ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად აქვს მას განვითარების პოტენციალი და რამ მდგომარეობაშია ახლა, თუ ვიცით როგორია მისი დაფინანსება. ეს ძალიან შეიძლება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ასეა. ის რაც არის კარგად დაფინანსებული, ის უკეთესად ვითარდება. ხო, თუ ბევრს დავაფინანსებთ ჯარს, გვეყოლება კარგი ჯარი. თუ არ დავაფინანსებთ ჯარს, გვეყოლება ცუდი ჯარი, ხო? რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანები იყვნენ ძალიან პატრიოტიზმით გამსჭვალულები და უნდათ სამშობლოს დაცვა, მაგრამ თუ არ იქნება ჯარის დაფინანსება, ჯარი ვერ იქნება კარგი. დღეს რო შევხედათ უმაღლესი განათლება როგორ ფინანსდება. სახელმწიფოდან ბიუჯეტიდან ფინანსდება თუ არ ვსწრებით დაახლოებით 170 მილიონით უმაღლესი განათლება. უფრო მეტით 200 მილიონზე მეტით ფინანსდება იცით საიდან? უცხოელი სტუდენტებიდან. ანუ განათლების ექსპორტით. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი განათლების, უმაღლესი განათლების ნახევარზე მეტს აფინანსებენ უცხოელი სტუდენტები. ამიტომ ნებისმიერ რეფორმას, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, უნდა შევხედოთ იმ კუთხითაც, რომ დაფინანსება გაიზრდება ასეთ შემთხვევაში, თუ შემცირდება უცხოელი სტუდენტები, მეტი გვეყოლება თუ ნაკლები გვეყოლება. ის რომ საქართველოს მოახერხა და მოახდინა განათლების ექსპორტი, და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტის შემადგენელია ჩვენთან და თან ამას გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი. არის ძალიან დიდი მონაპოვარი. იმიტომ რომ ერთად ჩვენ საუბრობთ, რომ გვინდა თუ არა მომსახურეები ვიყოთ მარტო და რა ვიცი თქვათ ხაჭაპური ვაცხოთ მარტო და რესტორნებში მოვამსახუროთ ადამიანებს, თუ ეს არ გვინდა რომ მარტო იყოს ჩვენი ერის ფუნქცია, რომ მხოლოდ ტურისტებისთვის, დამსვენებლების ტურისტებზე ვიყოთ ორიენტირებული, რომ მათი ეგზოტიკური გართობა უზრუნველყოთ, მაშინ რა თქმა უნდა ერთ-ერთი საუკეთესო არისო ჩვენ განათლების ექსპორტი გავაკეთოთ. ჩვენ ყავდეს ისად უცხოელები, რომლებიც შემოვლენ და ჩვენგან განათლებას იყიდიან და არა მარტო კაზინოში სწავლენ, ან რესტორანში სწავლენ, ან სასტუმროში სწავლენ, თორმე დაისვენებენ. თუმცა ესეც კარგია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენთან საგანათლებლო სერვისებს ყიდულობენ, იმიტომ რომ ასეთ დროს ვითარდება განათლება, ვითარდება უნივერსიტეტები, შესაბამისად საქმდებიან პროფესორები, ფინანსდება მეცნიერება. მაგალითად საქართველოს უნივერსიტეტის მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ეტაპი უნივერსიტეტის განვითარებისა იყო, როდესაც დავიწყეთ განათლების ექსპორტი და უცხოელი სტუდენტები მათ დაიწყეს საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა, მაგრამ შემდგომი ეტაპი ეს არის, როდესაც ის ფული მოხმარდა თანათაობით სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახლა ვიწყებთ მეცნიერების ექსპორტს. და აი დავსვათ კითხვა, ეს რეფორმა უფრო მეტ სტუდენტს ჩამოიყვანს საქართველოში თუ არა? რა თქმა უნდა არა. პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთოდ უნდა აუკრძალონ თურმე უცხოელი სტუდენტების ჩამოყვანა. ამ დროს სამედიცინო უნივერსიტეტში აღმოჩნდა, რომ 5 მილიონს იღებს ბიუჯეტიდან და 80 მილიონს იღებს უცხოელი სტუდენტებიდან. და 80 მილიონს გამოდის, რომ ჩვენ რატომღაც უნდა ვარი ვთქვათ 80 მილიონზე, რომელიც საიდანაც ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან მოდიოდა, რა ვიცი, არაბული ქვეყნებიდან მოდიოდა, რატომღაც ამაზე ვარი უნდა ვთქვათ და ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადიდან ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს სამედიცინო უნივერსიტეტი. ეს არის ძალიან ცუდი და ის რაც უნივერსიტეტებს მოუვათ, უნივერსიტეტების გამოშიგნა ნამდვილად როგორც კაბატონინო მახსენა, ეს პირველი რაზეც აისახება ძალიან მალე უცხოელი სტუდენტებისთვის ეს იქნება, რომ ქართული უნივერსიტეტები გაქრება Times-ის და QS-ის რეიტინგიდან. ანუ საქართველოს პრაქტიკულად რამდენიმე წლით ნამდვილად გაქრება მსოფლიოს საუნივერსიტეტო რუკიდან. ეს უფრო მეტ სტუდენტს მოიზიდავს ჩვენთან საქართველოში.